1991 წელს ქართველმა მეცნიერმა დავით ლორდ-კიფანიძემ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფთან ერთად დმანისში აღმოაჩინა დაახლოებით 1,800,000 წლის წინანდელი ადამიანის ჩონჩხის ნარჩენები. ჩონჩხის სხვა ნაწილები აღმოაჩინეს 2001 წელს. ადამიანის ჩონჩხის ნარჩენებთან ახლოს ნაპოვნია იარაღები და ცხოველების ძვლები. თავიდან მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს ჩონჩხები ეკუთვნოდა გადაშენებულ ქრონოსახეობა Homo ergaster's, რომელიც Homo erectus-ის წინაპარი ან რაღაც საერთო ჰქონდა მასთან. Homo erectus-ი, ანუ წელში გამართული ადამიანი, ითვლება თანამედროვე ადამიანის Homo sapiens-ის წინაპრად. დმანისის ჩონჩხების შესწავლისას აღმოჩნდა ზომებში განსხვავება Homo ergaster-თან და მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ საქმე სხვა სახეობასთან ჰქონდა. ამ სახეობისთვის შემოიღეს ცალკე ტერმინი Homo georgicus-ი. ეს ევროპაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანია. ამ აღმოჩენამ ევოლუციის აღქმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ახალი კვლევების თანახმად უძველესი ადამიანი არ მოდის აფრიკიდან, როგორც 7 სახეობა, არამედ არის ერთი Homo erectus-ი განსხვავებული გარეგნული ნიშნებით. ახლომახლო ნაპოვნი სამუშაო იარაღები მიუთითებს, რომ ეს სახეობა ნადირობდა დიდ მტაცებელ ცხოველებზე, მათ შორის ვეფხვებზე. ადამიანის ნარჩენების ახლოს ნაპოვნია მტაცებელი ცხოველების ჩონჩხების ნარჩენები. პირველი თავისქალა სპოვნის ადგილიდან 100 კილომეტრის რადიუსში აღმოჩენილია კიდევ 4 თავისქალა და მათ შორის იმდენად დიდია განსხვავება, რომ წარმოიშვება კითხვა, არის თუ არა სწორი სახეობების ვარიაციების თანამედროვე თეორია. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ დმანისში აღმოჩენილი ნარჩენები არის ყველაზე სრული კოლექცია, რომელიც უდავოდ ადრეული ჰომოს ნარჩენებს წარმოადგენს. ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ადამიანი იმაზე ადრე არსებობდა ევროპაში, ვიდრე მანამდე ეგონათ. ამ სახეობას ტვინი თანამედროვე ადამიანის ტვინის დაახლოებით მესამედი აქვს და ეს ფაქტი საეჭვოდ ხდის მოსაზრებას, რომ ადამიანს სჭირდებოდა უფრო დიდი ტვინი, რათა გამოეყენებინა იარაღები ენადირა მტაცებლებზე და მოეხდინა მიგრირება სხვადასხვა კონტინენტზე. საქართველოს უძველესი მოსახლეები მართლაც მიგრირებდნენ. სულ აღმოჩენილია 4 თავისქალა, 3 ქვედაყბის ნაწილი, ჩონჩხის დაახლოებით 15 სხვადასხვა ნაწილი და 12 იზოლირებული კბილი. ეს მასალები ეკუთვნის მინიმუმ 4 ადამიანს, აქედან 2 ზრდასრულია, 2-ც მოზარდი. ეს ადამიანები დაახლოებით სავანების ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ, თუმცა აფრიკისგან განსხვავებით აქ უფრო ზომიერი კლიმატი იყო და არსებობდა წყლის უფრო დიდი რესურსი. Homo georgicus-ი სხვა აღმოჩენილ სახეობებთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა, 1,5 მეტრი. მკვეთრადაა გამოხატული ზომებში განსხვავება მამრობითი და მდედრობითი სქესების წარმომადგენელთა შორის. გრძელი ხელები იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროის ადამიანი იმის მიუხედავად, რომ უკვე მყარად იდგა ორ ფეხზე, ჯერ კიდევ მაინც გამოიყენებდა ხელებს ცოცვისთვის. პირველად აღმოჩენილი ინდივიდი დაახლოებით 40 წლის იყო. მას არ ჰქონდა კბილები, მათ ადგილას განვითარებული ჰქონდა ძვლოვანი წანაზარდები. ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კბილები სიკვდილამდე 2 წლით ადრე დასწვივდა. როგორც ჩანს, მას კვებაში სხვები ეხმარებოდნენ, სხვანაირად ის 2 წელი ვერ იცოცხლებდა. ეს კი იმის ნიშანია, რომ იმდროინდელი ადამიანებში უკვე არსებობდა თანაგრძნობა. პირველი ადამიანების აფრიკიდან სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გამოსვლის თეორიის საპირისპიროდ, ვინაიდან დმანისში აღმოჩენილი სახეობები არიან პატარები, აქვთ მოკლე კიდურები, მათი სხეულის შორმანძილზე სასიარულოდ მით უმეტეს სამიგრიროდ არ იყო მომზადებული. Homo georgicus-ი ნადირობდა ქვის იარაღებით, მაგრამ არ ჰქონდა დახვეწილი იარაღები და საცხოვრებელი ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ Homo georgicus-ი არასაიდანმე მოსული, არამედ ადგილობრივი სახეობაა. ქართველმა მეცნიერებმა მამრობით და მდედრობით ინდივიდებს ზეზვა და მზია დაარქვეს. რა თქმა უნდა, სადავო საკითხია, შეგვიძლია თუ არა უწოდოთ ზეზვას და მზიას პირველი ქართველები, იმ დროის ადამიანს ცხადი ეროვნება არ გააჩნდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენა ქართველობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ისინი ქართველები იყვნენ, მით უმეტეს დიდი ქართველები. თუ ის არ მტკიცდება, რომ ისინი ქართველები არიან, საპირისპიროც ხომ ვერანაირად ვერ დამტკიცდება. ამიტომ ჩვენ თამამად ვიწყებთ დიდი ქართველების ათვლას ზეзвასა და მზიასგან.